მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, დღემშვიდობისა მეგატივის პირდაპირ ეთერში ჩვეულ დროს 13 საათზე გადაცემაში უოთხე ქუთაისში დაიწყო მე ნანა თევდორაძე ვარ, ამავე გადაცემის წამყვანი. ძალიან მახარებს ის ფაქტი, რომ მაქვს შესაძლებლობა დღესაც ვიმუშაოთ თქვენთვის, ვეცდები მუშაობასთან ერთად კარგი განწყობა შეგექმნათ და ცხადია რომლებიც სტუმრობენ ხოლმე პერიოდულად გადაცემაში, მათი ვიზიტიც იყოს თქვენთვის ბევრი საინტერესო ინფორმაციის მომტანი. დავიდრე დღეს წარმოგიდგენთ გადაცემის პირველი ნაწილის პირველ სტუმარს, ძალიან სასიხარულო სიახლე მინდა შეგატყობინოთ კალათბურთის მოყვარულებს. ქუთაისი 2010-მა მოახერხა და გასვლით შეხვედრებში თესეუ დაამარცხა, რაც ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ ფინალური სერია გათანაბრდა, ანგარიში 2-2 და ძალიან დაძაბული, მნიშვნელოვანი და ფიქრობ სანახაობრივი თვალსაზრისით გამორჩეული მატჩი გველოდება რიგით მეხუთე. წარმატებები ვუსურვოთ ქუთაისი 2010-ს და ბატონ ბესიკ ადამიანს მივესალმები, რომელიც დღეს გვეწვია, როგორ ხართ ბატონო ბესიკ გამარჯობა. განწყობა როგორია თქვენი? შესანიშნავი. ცხოვრება არ აქვს ადამიანს, უბრალოდ ქაბატონ ნანასთან ზიხარ სტუდიაში და ასე საინტერესო. დიდი მადლობა. სიტყვების შემდეგ მეცქნება შესაძლებლობა რომ საინტერესო წარმოაჩინოთ ჩვენი დღევანდელი თემატიკა. ძალიან დიდი მადლობა ბატონო ბესიკ, ჩვენ მრავალწლიანი ესე ვთქვათ თანამშრომლობა და მეგობრობა გვაკავშირებს და თქვენი ყველა ვიზიტი გადაცემაში დაკავშირებული არის მშვიდობასთან. მშვიდობის პოპულარიზაციასთან და პერიოდულად გაგთხოვეს სხვადასხვა ტიპის აქტივობები, ხო? მშვიდობის პოპულარიზაციას ეძღვნება როგორც ლოკალურ, ასევე საერთაშორისო დონეზე. დავიწყოთ თავიდან ეს მშვიდობა, ანუ ამ ძალიან მნიშვნელოვანი მოცემულობით როდის დაინტერესდით და აქტივობებს რო ხედოთ რამდენად მრავალფეროვანია. ეს მრავალი წლის უკან იყო ეს ამბავი, ჩემს სამეზობლოში ცხოვრობდა ბატონი ალო გამახარია. ეხლაც მუშაობს აფხაზეთის და სამაჩაბლოს მიმართულებით ამ კონკრეტულ საკითხებზე. და მე ამით დაინტერესდა უბრალოდ მე ვითანამშრომლე უანგაროდ დავდიოდი მასთან ერთად კონკრეტულ რეგიონებში და მქონდა შეხება ჩემი წარწერები მანქანის მშვიდობისა და მეგობრობის ტელეკრუბის მშვიდობა მრავალი ინვესტიცია. მაგრამ ბოდიჯბოი რომ თავიდანვე მინდოდა მეთქოს რამოდენიმე დღის უკან, 2-3 დღის უკან საქართველოს აღნიშნა დამოუკიდებლობის 26 მაისს დამოუკიდებლობის დღე და მინდა მიულოცოს სულიად საქართველოს და გვისმინოს ხმეთა რომ ნახდად რეალურ დამოუკიდებლობის სახელმწიფოში გვეცხოვროს და ამაზე უსურვებდი ჩვენ თავს და ჩვენს მომავალ თაობებს. ძალიან კარგი სურვილია, რა თქმა უნდა. მეც გიერთდებით ამ დიახ. რაც შეეხება ეხლა სამშვიდობო თემატიკის გარდა, სწორად აღნიშნეთ თქვენ, მიანიშნეთ რომ სხვა თემატიკებზე მიწევს საუბარი და ეს ენთუზიაზმის დონეზე რამდენი წელს ითვლის ახლა თქვენ? ძალიან ბევრს არ ვიცი. ერთი ის ვიცი რომ 2008 წლის აგვისტოს ომი რომ იყო, მაშინ ჩემი მანქანით იქ ნომიცია ჩემი მანქანით ჩასვლა იქა და ერთი აზრი მქონდა თითქოს ხორ გავარდე, ჩემი მანქანით ტანკებს ხარ შევუვარდეთ ხო და რაღაცა თქვა ჩემი რაღაცა გამიკეთებია პროცესის ნიშნად და მაგრამ ყოველ შემთხვევაში ასე ვიძებდება დღემდე რა და 2008 წელს შედგა ჩემი ორგანიზაციის დაფუძნება. დიახ 2008 კი ბატონო. ეს იყო ჩემი ძმისა და ჩემი მეგობრის დაბადების დღეს 28 იანვარს სპეციალურად გავაკეთე და ერქვა ორგანიზაციის მშვიდობისა და მეგობრობის ინტელექტუალური კლუბი. ძალიან კარგი და დღეს ვის აერთიანებს რამდენ ადამიანს თქვენ მშვიდობის და ინტელექტუალური? ყველას შესაძლებელი იქნება ისინი ჩვენ საახლობლოს ანაცნობო და ასე შემდეგ. ახლა მიანდა ფინანსების მქონე არა ვარ ჩვენ ორგანიზაციას არ მივღია ეგრეთ წოდებული გრანტები, აქედან გამომდინარე ყველაფერი ორგანიზებას საქმიანობას ფინანსები ჭირდება. ამიტომ აი ყველა ჩემს სამეგობრო ჩემს საახლობლოს თქვენს ხვდებით ჩემი ორგანიზაციის საპატიო წევრად. ძალიან დიდი მადლობა. მოდით მრავალფეროვანი, ასე რომ ვთქვათ, ნივთით ხართ წარმოდგენილი, აქ არის ჰალსტუხები, ჩვენი ესე რომ ვთქვათ, უძვირფასი საგანძური. დიახ, ეს ბიბლიის დღეს თანამშრომლებს თხოვე მაპატიეს საუბარში. არ ვიცი რატომღაც გამომიჩნდა სურვილი რომ თხოვე ბიბლიის წიგნი და თქვენ თანამშრომლობა დამეხმარეს ამის მოძიებაში და შემოვიტანე და მინდა რომ არ ვიცი ამდენად საჭირო იყო ამის ქმედება და მაგრამ მინდა რომ ბიბლიაზე ხელი დადებით მინდა ჩემ დღეს მაყურებლებს ჩემს სამშობლოს ჩემს ერს უთხრა რომ ამ გადაცემაში და ზოგადად ჩემი ცხოვრების მანძილზე ვიტყვი ვამბობ და ვიტყვი და ვიქნები მუდამ გუწმელი სამართლიანი სიმართლეზე თქმელი და ასე შემდეგ. აი ფიცავ ჩემს სამშობლოს ჩემს მამული ენას საწუნების ამ საფუძველზე ყველაფერს ასიკეთოს რა. რა ვიცი ხავსი ვიტყოდი მე მაინც ამ ბიბლიაზე ხელს დადებით და დაგაწევთ რომ რასაც ვიტყვი ეხას და შემდგომშიც ეს იქნება სიმართლეზე აგებული სიწმინდეზე და
რა ვიცი, სიკეთეს. ძალიან კარგი, მაშ დავიწყოთ. დიახ, დავიწყოთ. ეხლა ხალხსუხების ნაირსახეობაა სახლის ნაირსახეობა ესე იგი მე არქივი გავაკეთე ახლა წერდა აი დღესდღეობით ესე იგი 158 ხალხსუხზე ვარ ასული გაკეთებული. 150 მეჭი ესე იგი ხალხსუხებზე ეს ხალხსუხები ფაქტობრივად მეწილად ჩუქნიან უნივერსიტეტის რექტორმა ამოდემი სალიმა-ჩუკა, იქით ხალხის მერის მეჩვეულობა და ერმეშოს ამოდემი სალიმა-ჩუკა და მე ბაზრობებზე მომიდივარ ჩუქნიან ამ ხალხსუხებზე სხვა შეიძლება რას წარმოადგენს ეს ხალხსუხი. ხო რა იყო მიზანი? ეს ხალხსუხი ახლა ჩემს ცოტა განსაკუთრებულია. ხო და ამ ხალხსუხებზე ესე წერია სიტყვა შეიძლება ეს გაეროს ეგიდით გავაკეთეთ. ხო და გავაკეთე და დაპატენტებულია და შეიძლება წერია გაეროს 6 ენაზე. დიახ. ინადი გაეროს ეგიდით ის 6 ენაზე მუშაობს. ეს არის ინგლისური, რუსული, ფრანგული, ესპანური, არაბული და ჩინური. ახლა მიუხედავად იმისა, რომ რუსეთთან კონფლიქტის სიტუაციაში ვარ, მე მაგას ვერ გამომრიცხავდი ამ ჩამონაცვალში. იყო რაღაცას მინიშნები. და აქ წერია United Nation, გაეროს ეს არის ეგიდით. აქ ქართულად მიწერია და ამ შემთხვევაში კავკასიური ენებზე წერია, ირთული ენაზე ამავდროულად კიდე აქ ქართულად აფხაზურად ოსურად და შემდეგ. დიახ. ქართულად, აფხაზურად, ოსურად და ასე შემდეგ. ეს ჩემი განსაკუთრებულად გავაკეთე სპეციალურად, რომ ამ ხალხსუხით რომ მომიწიოს ყოფილ საკითხებზე რეგიონებში წასვლა რაღაცა რომ ამით წარმოჩნდა. ეხლა რა შეეხება როდის გაგიჩრათ ეს იდეა? რა ვიცი, ესე იგი პრეზენტაცია ჩემს გადაცემაში. ვიღაცა მითხრა ეს კომპიუტერში სადაც მე თამაშის ქუჩაზე ვუშავებდი, ქალბატონი მეუბნება, ქალბატონი მარიკა. ბატონები ისე შენო ღამე გძინავს, სულ იმდენი წერილებს ვაკეთებ, ესე იგი ალბათ გინესების წიგნში მომიწევს შესვლა იმდენი წერილები მაქვს, დაწერილი არქივი მაქვს გაკეთებული ამ უსხოეთშიც და საქართველოშიც ამდენი ორგანიზაციას თან უმეტეს დაფინანსებით ასარგებლოს ამდენი წერილები მქონდეს გაკეთებული, მაგრამ ყველაფერი დაფუძნებულია მხოლოდ იდეებზე, მიმართვებზე, თხოვნაზე, არც ვერჩი, არც პოზიციას, არც ოპოზიციას არ აქვს. უბრალოდ მე ვარ არაპარტიული ადამიანი და მინდა რომ ამ პოზიციებიდან გავაკეთო ჩემი საქმე რა. ეს საქმე. ეხლა ნახეთ, წინამორბედი იყო მხოლოდ და მხოლოდ თქვენი, ხო? თქვენი პირადი ხალხსუხზე იყო საუბარი. დიახ, პირადად. ეხლა ხალხსუხი ეს გამზადებული არის და კეთილი ადამიანების მხარდაჭერით ეს გაკეთე The President of Peace 2025. ეს გამზადებული ბატონ დონალდ ტრამპისათვის ეს ამერიკაში მიდის ეს. ან როდის აპირებთ რომ? არ ვიცი რა, გამოჩნდება ადამიანი წამსვლელი და წაიღოს, იმიტომ რომ აქ საქართველოსთან გზავნილები რატომღაც რჭის იქ ჩაბარება და რამდენი გავაგზავნე უცხოეთში ეს იმდენად იქ ადგილზე გაგზავნეს ყველაფერი ბარდება. ეს არის მეორე ხალხსუხს წარმოგიდგენთ, ეს არის პუტინსაც შეხვდა და ტრამპსაც ეს კაცი, ეს არის ტაკერ ჰალსონ, ჟურნალისტიანი, ჟურნალისტი არის, იმას გავუკეთე. The Man of Truth, სიმართლის კაცი, ასეთ დავარქვი ქვემოთ. მე შემდეგი ხალხსუხი, მეთქებული, ეს არის შემოდაიკო, ეს არის ხალხსუხი, ესეთი რედაქცია არის Fox News. და აი იმასაც გავუკეთეთ, გესმის ეს Fox News the Editors of Truth. ასეთი ეს სამი ხალხსუხი. და სხვა შორის დღეს დილით გაფრინდა ჩემი ძლის დედა იტალიაში და წაიღო სამი ხალხსუხი, ერთი რომის პაპს და ორი იმ ქალაქს ეჯო ემილიას ხელმძღვანელობას, ქალაქის მერსა და იქ საკრებულო თუ მოადგილე არ ვიცი რაღაც იმას გავგზავნით. აი ეს რა არის, ეს რა არის? ეს თავისი გზავნილი არის ძალიან და ახლა ვიტყვი ერთსაც გავიდა რომ გაჩვენოთ რა მინდა ეს ჩამოთვე ეს მე მგონი შეიძლება ქუთაისის ხალხოზე თქვენს გნახეთ. იქ რა ქვია რაგბის სტადიონზე ჩამოსული იყო ბატონი მიხეის საჯულაძე განათლების მინისტრი საქართველოს ძალიან ბევრს გაუგზავნე პოზიცია ოპოზიციას ყველას ხალხსუხებს საჩუქრად და ქართულ ვარიანტში რა ხდება გაეროს 6 ენის გარდა ებატება სიტყვა მშვიდობა ქართულად ატინჯრა აფხაზურად და საბერძნულად ოსურად. ესე იგი ქართველებს უცხოეთში არ ძლიერა ამის გაგზავნა სამენაზე დამატებით და ქართულ ვარიანტში ქართველებს უგზავნი და ესე ბოლოს გავუგზავნე პრეზიდენტს შემდეგ თავდაცვის სამინისტროს ეროვნულ ბანკს რა ვიცი ყველას ჩავდი ორ საერთაშორისო სამწუხაროდ პასუხი როგორი არის მათი გამოყენება არის ყარა სამწუხაროდ ძალიან მწუხარ რომ მე მეგონა სალომე ზურაბიშვილის შემდეგ ცოტა განსხვავებული მიდგომები იქნებოდა პრეზიდენტის ადმინისტრაციისაგან ამ თემების მიმართ მაგრამ სამწუხაროდ ბოდიში მოგიხსნა რომ ძალიან დიდი პატივისცემა მაქვს ბატონ მიხეილ ყავილაშვილის ქუთაისში მდებარე პარლამენტის დროს მას შევხვდი ძალიან ემოციური შეხვედრა იყო მახსოვს სურათებიც გადავიღეთ მაგრამ რა ხდება ვეღარ გავიგე ის გამოხმაურებას აი ნახეთ აი კარგი აი სწორედ მაგას გეტყვით აი ნახეთ ის რა ქვია ამ შენობის ხალხსუხზე რომელიც ხელზე გავაგზავნე გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ წეს პასუხს ნახეთ მადლობის წერილს გაეროს დიახ გაეროს შემდეგი
ეს არის ბელორუსიას მოგამცა. ბელორუსიას რატო გაუგზავნეს ზოგი მეუბნება. ჩვენ უნდა ვაიძულოთ ადამიანს შევთავაზოთ მშვიდობისათვის გადადგას ის რა ქვია სათანადო ნაბიჯები და ასე აქ უწერია რომ ის რა ქვია ეს დაიდება ეროვნულ მუზეუმში მშვიდობისათვის საჩუქრად ეს ბელორუსიას. საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონის ადმინისტრაცია. ანუ თქვენი გულისწყობა მდგომარეობს იმაში რომ საერთაშორისო მასშტაბიდან უფრო ზუსტად აი წეთში დასვით ზუსტად. რა ნახეთ გერმანიის კოლირო დესებოდში იყო შულცი. ესა საფრანგეთი გერმანია შემდეგ მეიორ ოფ ბარსელონა და ჟენევა ბარსელონა და ჟენევის მერები შემდეგ შვეიცარიის პრეზიდენტი ქალბატონი ესე იგი როიალ სტოკჰოლმი შვედეთის სამეფო კარი დანიის სამეფო კარი და ყაზახეთის პრეზიდენტი ნახეთ ესენი არის ახლა გაგზავნილებია კიდე სხვა მიმართულებით და ესე იგი ახლა ისი რამე რო გითხართ აი რატო მაგალითად რატო ხო ესე სამწუხაროა რომ ესე იგი ამ მშვიდობის თემატიკაზე მეტი მხარდაჭერა უნდა იყოს ხე და არა მხოლოდ სიტყვიერი წავუთხო რომ აი ჩვენ მშვიდობის მხარდამჭერები ვართ არამედ მეტად ქმედეთი ნაბიჯები უნდა იქნეს გადადგული. ეხლა საგარეო გაუგზავნე მე წინა მინისტრი რო ვიყო და მე მაგათ ასეთ ხასტობას დავუშვათ ჩვენს დიპლომატებს ვთხოვდი რომ გაეკეთებინათ დავუშვათ სამსწრებში. ეს მშვიდობის ეს თემაზე რაც შეეხება საქართველოს მე პირველი სტატია მქონდა გაზეთ PS-ში პოსტიტუმში ნატო გუბილაძე იყო მთავარი რედაქტორი მაშინ ხო და გავაკეთე ვინ იქნება 21 საუკუნის სოფლიო რანგის 2+1 ქართველი პოლიტიკოსი. პირველი ჩემს სტატია იყო ახლა 100-მდე მაინცა და მეტიც კიდევ. ხო და იქ მეწერა რომ ახლა თავზეწავად იყო იოსებ ვისარიონოვიჩ სტალინი და მეორე ისაკ შევარდანცე ეს ორი პირველი მოყავდა ვინ იქნება მესამე თქო და სასურველი იქნებოდა თუ ასეთი ადამიანი იქნებოდა იმერეთიდან მაგას თუმცა ამას არცებითი ნიშნობა არ აქვს და როგორ არა ვინ იქნებოდა იმერეთიდან თუ არ იქნებოდა სხვა რეგიონიდან ყოფილიყო საქართველოს მაგრამ ესე იგი აი მომიტევეთ აი არა ყველას მიმართ პოზიცია ოპოზიციის მიმართ ვინაიდან ძირითადი ფონი მაინც ამ პოლიტიკურ სიტუაციას ვიყავს საქართველოში და ეს მესამე ძალა ანუ ის ძალა რომელსაც სამოქალაქო საზოგადოების ჩემნაირი წევრები არიან ამათ ნაკლები ყურადღება გვაქვს სამწუხაროდ მოცემული ამას ვიტყოდი რომ ამ სამშვიდობო თემატიკების მიხედვით მე ვფიქრობ უფრო მეტი უნდა გაკეთებულიყო და საქართველოს ყოფილი ამსან ადამიანები და ცნობილი სოფლიო არენაზე წავშთა საქართველოს ამ პოლიტიკოსების სახით მაინც ასე ვიტყოდი მე და გარდა ამისა დღესდღეობით ჩვენი გარკვეული ძალა არ გვაქვს იმისა რომ რაღაცა სოფლიო არენაზე გასაკუთრებული სიტყვა თქვათ ჩვენ ხელს გვიწვევს ჩვენი ტერიტორიული მდებარეობა ეს არის პირველი გასაზრდელი ეს ხაჭაპური და ჩვენი ადაწესი და ჩვენი ადამიანობა ესეც განსაზღვრულია მაგრამ უფრო ამ წუთში ჩვენი მიმზიდველობა გამოიხატება მხოლოდ ჩვენი ტერიტორიული მდებარეობით ხო, აქედან გამომდინარე, მე ჩემს აზრში და გონებაში ვიფიქრე, აი მე მაგათაც ჩემ არა მარტო ბესიკ ადამიანებს წარმოჩენს, არამედ ჩემი ქუთაისის წარმოჩენს, ჩემი საქართველოს წარმოჩენს და ამ 21 საუკუნის ამ პერიოდში, ეპოქის ამ პერიოდში ჩვენ ადამიანებს არ გვაქვს ვისაუბროთ მარტო წარსულით და ვიამაყოთ წარსულით და ჩვენ არაფერი არ გავაკეთოთ. ანუ ვფიქრობ რომ ამით დიახ ჩემ უნდა იყო. სწორედ ამით ამ ხასტუხების, შესაძლებლობებით, რომელიც მივიდოდა ადრესატებდა და ისინი გაიკეთებდნენ მას, გესმის ფსიქოლოგია ადამიანს გაიკეთა მშვიდობა, გიგზავნის ვიღაც პატარა ქვეყნიდან ადამიანი, ამას გაეროს მხრიდან ველოდებოდი მე ატაცებას, ხო და გაიკეთებდა და ფაქტობრივად ჩვენ მივუთითებთ სოფლიოს, რომ იცით რა, ჩვენ პატარა ქვეყნის ერები იმასე კეფიხოთ ომზე და რაღაც იერარქიის გამოგონებით, რა მშვიდობაზე და გასტუხ ჩამოგედებული, რომელიც მშვიდობა იქნებოდა დაწესებული სოფლის ხელშეწყობაზე, ის ჩინონიკი, ის ფრანგი იქნება, გერმანელი იქნება, ამერიკელი იქნება, თუ სოფლის ნებისმიერ ქვეყნის წარმოადგენელი, ეს იქნებოდა ბიძგი მათი. იმისათვის რომ იცით რა გაინძებთ და ცოტა მეტი გააკეთეთ მშვიდობისათვის რეალური, გესმის? კიდე ერთი ხალხი კი მოხდა თვალში ხო? ხე როგორც ფეხბურთის ფანს. დიახ. აი ნახეთ ეს არის ორიგინალური და ხასტოხი არის ძალიან დიდი ხანია მუშაობ ამასაც ვამატებ და აი ნახეთ ეს არის PSG-ს გუდის ჩვენი ხვიჩა სამაყო ხვიჩა კვარაცხელიას გუდის სახელზეა გაკეთებული ეს ტრედი ეს გაეროს 6 ენაზე PSG-ს ნიშანი ეს შემდეგ ჩემპიონ 25 ქართულად და ინგლისურად წერიან ჩემპიონ თუნდაც ამ დაგვერდ ფრანგულად იწერა წარმოთქვეს ყველანაირად და PSG გუდი და სხვა ეს გასტუხების გაკეთება დავიწყე ლევან ლექვინაძის ბიუროში. რამდენი წელი გავაკეთე და შემდეგ მომიწია გადასვლა
ზურაბ შალამბერდის აი პროგრესის ბანკი რომ არის იქა ვერისი და ძალიან უანგარო ძალიან მოგორ მეხმარება თამუნაქვია იქ ზურა არის თაზო არის ხო და სხვა შორის ის რა ქვია ძალიან მადლიერება ამ ხალხის და ისინი ხეშბიწყობენ დიდ საქმეს აკეთებენ ამ ჩემი საქმის წარმოჩენისათვის აი ნახეთ და კიდე ვიდათ როგორ პასუხების წარმოება აპირებთ მომავალში აუცილებლად არ გავჩერდები არაფერს არ გავჩერდები მაქსიმალურად ამ ჰასტოხებით და სხვათა შორის ესე იგი არ დამევიწყეს დარიგდება მართალი რომ დავივიწყო რომ ისა რა ქვია ევროპაში დანაც იყო რამდენი ქვეყანა რომელსაც ვერ მიპასუხეს კანადამ არ მიპასუხა ამერიკამ არ მიპასუხა ინგლისმა არ მიპასუხა უკრაინამ არ მიპასუხა რუსეთმა არ მიპასუხა რატომ შვიდობისადმი დაინტერესება ის აქვს სუსტი რუსეთისგან შვიდობისადმი არ დაინტერესება უკრაინამ რუსეთმა კანადამ საფრანგეთმა და ამერიკამ ჯერჯერობით არ გამწეს პასუხი ევროპამ გამცა აი ნახეთ ჩვენი სწრაფა ევროპისაგან რო არის საბარი ერთხელ ისიც ამართებს რომ აი ამ წერილებში 90% ევროპელების არ გაცემული ხო ახლა მე იმას არ ველოდები ის მილიონს ჩამერიცხავდნენ თუ რაღაცას გესვის არ გარკვეულ თანხებს მაგრამ ისიც რომ ადილება გამოხატეს და მადლობა მომიხატეს ეს ხო ბევრს ნიშნავს გარდა მაგისა მინდა გითხრათ რომ საქართველოს მასშტაბით ჩემო დაიკო მაპატიეთ მომიდიეთ ძალიან გულწრფელი ვარ აი ბიბლიაზეც ხელი დავდები და თუ და არავიღებ ხელს გადაცემის ბოლომდე თუ გინდათ უკაცრავად რომ ერთადერთი მადლობის წელი მომიტევეთ ახლა ხო მე ხო გულწრფელსაც გამოვხატავ ნებისმიერ ხელშეკრულებას ნებისმიერ ხელშეკრულებას არსებობენ კეთილი გულიანი და არსებობენ კიდე ცივგულიანი ადამიანებიც გესმის ახლა მე მინდა რომ აი დღევანდელი ხელშეკრულების მხრიდან ერთადერთი ბატონ გიორგი ვოსკიმ არ შემაგრებთ ახლა მაყურებელობა არ უყურეთ ვიღაცას რეკლამას და რაღაცას ერთადერთი ამ კაცმა გამცა წერილობითი პასუხი თეონაკოვარდიებ გაიკეთა და კიდევ რა ქვია გახარიამას გააკეთეს სიმბოლურად მაგრამ აი ოფიციალურად დასტურა მადლიერების და ხადაჭერა მისულა ამ საქმეში ხადაჭერა მიჩია ხო ხადაჭერა ისე წერილები მე ჩავმოვიდა სხვაში 2017 წელს რობის პაპი ფრანცისკოსთან და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონისაგან მე ახლა რობის პაპი ფრანცისკე გარდაიცვალა ეს ისიც მოგეხსენებათ და მე მადლიერება მინდა გამოვხატო იმიტომ რომ მე ყველაფერს ვაპატენტებ საკაპატენტში და შემდეგ ვაჟღერებ გესმის აი მე გავაკეთე ახლა 25 ევროს ხოდა საბჭოთა დროს იყო ასეთი თანხა 25 მანეთი მე მოსწრებული ვარ ამას და რაღაცას და ჩემი ანაბრების იმერი ხო შეგვიჭამა მაშინ რო ხელშევა ახლა გავაკეთე 25 ევროს ეს კიზი არის ესა დაპატენტებული მაქვს რეგისტრაცია გატარებული არის ეს არის ვატიკანი რობის პაპი ცოტა ასე იყურებოდა მაგრამ სხვა სოციალ ჩავდგით ჩემი სოსო უგრეხელიძის თანაშრომლა დამეხმარენ ბატონმა დავითმა ბერაძემ და ახ არის რობის პაპი ფრანცისკე ტრედით ხელში და ეს გავაკეთე 25 ევრო 25 ევრო რომელიც კარგი იქნებოდა თუ გამეშობოდა ეს კათოლიკური სამყარო სოფრიოს სამყარო ამ კაცის პატრიცება იქნებოდა და მშვიდობის ფულის ჩაბარდა ადრესად ეს გავაგზავნე ეს დღეს გაფრინდა უკვე იტალიაში დღეს წავიდა და სხვათა შორის თუ ამ გამოხმარება ხო ძალიან მაგარი იქნება მშვიდობის ფული ეროვნული ბანკს ახლა ჩაუტანე ეს რა ქვია მშვიდობის გასტრის კიდევ ასე რაღაც იდეები რომ ქართული მშვიდობის ფული გამოვიდეს პასუხი არ არის აი ყოს ამაზე გული მწყდება ეს გავაკეთე ჩემო დაიკო ეს არის მშვიდობის $25 ის 22 ევრო იყო. აქ წარმოდგენილია სურათზე არის ტრამპი, ბატონი დონალდი ვიცე-პრეზიდენტი და ეს არის სახელმწიფო მეთაური, ეს რა ქვია რუბიო. აქაც $25 მიანიშნებს იმას რომ და რომ ჩვენი სორული ნუ ჩემი მაინც ხო შემთხვევაში თუ სხვა ხალხს არ მიჭოს რომ გამოცემული იქნას ამერიკაში ეს მშვიდობის ფული და ამ ხრივ კარგი იქნება რომ ამ დღევანდელმა ხელმძღვანელობა ეს იდეა როდის დაგებადათ ბატონო ეს იდეა რა კარგი კითხვა დამისვით არ ველოდებოდი ნამდვილად ეს იდეა დამებადა და სხვა შორის ეს $25 ამბავი ესე იგი იდეა დამებადა და რეგისტრაცია გავატარე ის დღეს დამებადა რეგისტრაციაში გავატარე ეს იყო 26 აპრილი 26 აპრილი იყო სოფლიოს ინტელექტუალების დღე World Intellectual Project Organization და მე როცა ეს ყველაფერი დავაპატენტე მე ინტერნეტში მოვიძიე და ამოვარდა ტრამპის მეუღლის დაბადების დღეს აღმოჩნდა საინტერესო თანხმობა მოხდა რა ეს დავაპატენტე ის რა ქვია 25 ევრო ეს არის უკვე 30 აპრილი რატომ 30 აპრილი
მე გახლავთ ხუჯერ ვიყავი მაშინ რა ქვია პარიზში, სადაც იყო მშვიდობის კედლის მონუმენტი, რომელიც სიტყვა მშვიდობა ეწერა 59 ენაზე და იქ ქართულად არ დააწერეს, გესმის? ხო და ეხლა დიახ და მე ეს 30 აპრილი მშვიდობის მონუმენტისადმი მიძღვნილი ეს საკითხი და დავადარე ამ იმას და 25 ევროს. ეხლა ეს გავაკეთე და აუცილებლად გავახოთ ეს არის 15 евро გავაკეთე ეს ემანუელ მაკრონი არის. 2000 წელს გაიხსნა მშვიდობის კედელი პარიზში, 59 ეწერა ქართულად არ ეწერა. ხო და მაშინ ხაბატონ სალამე ზურაბიშვილი იყო საგარეო საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის თავმჯდომარე და რატომ არ გავახატა პროტესტი არ ვიცი მე კიდევ დანაშაულები მას მაგრამ ახლა აქ არის მშვიდობის კედელი პარიზის ხო დავახატე ამ ფულზე მშვიდობის ბოთი ქუთაისის ჩვენი რომელზეც გადავაჭარბეთ 18-იანით პარიზის მშვიდობის კედელს პარიზის მშვიდობის კედელი 20 წლის შემდეგ 2020 წელს მოხსნეს სხვა გადატანის მოტივიზაციით მაგრამ მოხდა ის რომ არაფერი ძრა არ არის ამ საქმეს და აქ ხატია მაკრონი დავხატე ის გაგზავნილი უკვე საფრანგეთში ჩაფატა უკვე საფრანგეთს დავიდასტურა იმან ფოსტა ეს აქ მიწერია მე ვხედავ მშვიდობას ნახეთ მაკრონის სახე უყურებს მშვიდობის მონუმენტებს მე ვხედავ მშვიდობას და ვიბრძვი მისთვის მე ყველაფერს გავაკეთებ მშვიდობის მონუმენტის მარადიულობისათვის ანუ ქუთაისური გავუკოტრიალეთ უკაცრავად რომ ესე იგი შემდგომში მოხსნილია მშვიდობის კედელი და ვეუბნები რომ იცი რა ეს მშვიდობის მონუმენტი აღადგინე რაც დაპირდი სოფლიოს ფრანგ საზოგადოებას ის გააკეთეთ ხო ნუ ასეთებია და ის არის რომ ისიც უნდა გითხრათ რომ აი მშვიდობის მონუმენტი ჩვენი ქუთაისში აი ნახეთ როგორი ლამაზი არის კარგი განათებული ეს არის მშვიდობის მანქანა ჩემი რომელზეც ნომერი 10000 ლარიანი კერძო პირმა მაჩუქა და ატარებს ქუთაისში ერთადერთი სოფლიოში ალბათ მშვიდობა ნომერიანი მანქანა და გულსაწყვეტია რომ მშვიდობის ბუდის მონუმენტა სამწუხაროა რომ გულიწყვეტა მაგრამ მე კახის ამდენჯერ ვთხოვე უკვე მეორეჯერ ვიღადის მერობის ამბავს და რაღაცას და მინდოდა რომ ჩამოსულიყო მინდა მშვიდობის ბუდის მონუმენტთან აი ეს ყვარაცხელებს როდესაც აქვია გაუგზავნით ხვიჩა სამხასტოს მინდა მის გულს შეუთვალო აქედან მეორე ვაწოდე ქართული საზოგადოების წევრ რომ ხუჭა ბუდუზი ძვაძის მამამ მითხრა ბუდუს მოიწევთო კახა მაგარი კარიკაცია მამამისი ხუჭა ყვარაცხელი მოიწიოთ მშვიდობის ბუდის მონუმენტთან განა წინააღმდეგი იქნებით თქვენ გარდა მაგისა მე თქვენ სურათები გამოგიზარდეთ არ ვიცი რამდენად და ხო თუ იზრუნეთ ხო და უკაცრავად და რა არის კიდევ ვიდა აღუშავ რომ ამ მშვიდობის ბურთის უკან ესე იგი მე არასოდეს არ მითხრავს ვიცი მე რაღაც განსაკუთრებულს ვაკეთებ და ასე შემდეგ საქმე იმაშია რომ რაღაცას ვხედავ რომ აი ხომ შეიძლება ეს ასე გაკეთდეს თუ მართლა მეწილად ის საქმე გაკეთა საზოგადოების მოწონების საგნად იქცევა შემდეგ ეს აი სტრაბახში არ ჩამოვართოთ ამ მშვიდობის მონუმენტის გვერდით ამ წრეხაზე რო არის მას საქართველოს დადგენილებით ეწოდა მას მშვიდობის მოედანი მის შემდეგ გაგრძელება არის სამკუთხედია უძრავი კუნძული იქ ბუჩქები ადრე გახმა და გამონთავისუფლდა და შემდეგ ვთხოვე იერემიაშვილს ფეთო გაუმაჩოს მაგარი კაცი საერთოდ არ მეინტერესებს კაცის ზედმეტი ლაპარაკი საქმე გამიკეთოს მე არ ვიცი ვინც გორკურებს მივედი იუზასთან ვიცემერი რო არის წინა კვირაში მივედი მე იმასთან დათო ჭეჭული კაცი მოწყო სამსახურში აქეთ განთების სამსახური ჩაერია მალხაზ ბასილაძე ბუჩქები მან მოიტანა რა ქვია დათომ ხო და იმასთან და რა გეგმები და რა მოიტანეს ბუჩქები გაიჭრა იმ წლეხასა და აბატი წეხალსა და იმას შორის რა ქვია გადავიდა დენი ნახეთ როგორ განათებულია ის რა ქვია სამკუთხა სეგმენტი ბურთის უკან გაკეთებულია ის სეგმენტი და განათებულია ღამე რო ნახოთ ულამაზესი ადგილი ჩაიქცა კი არ დაზიანდება მთავარიც ალბათ ეგ არის რომ დიახ და განამბაზა იმ მშვიდობის ბურთი რო არის მონუმენტი რო განათებული ის მწვანე სექტორი დაინტერესებული ვიყავი ზასტავაზე მომწონს ეს განათებული კონსოლები რო არის და შეიძლება თან ისეთი საუკეთესო არ არის ეს მაგრამ ყოველშაბათში ის ადგილი მაინც გაალამაზა ბატონო ბესიკ და რა გეგმები გაქვთ ახლა მომავალში აქტივობებს აპირებთ რამე განსაკუთრებულს რომ რა ვიცი მე ფიქრობ რომ გამოხმაურება იქნება იქნეს ამ მშვიდობის სასტუხებიდან ასე მშვიდობის სასტუხი სხვადასხვა დავით ერიმეშვილმა ბატონმა ქალაქის მერის მორშოსლება ჩარჩოში ჩასულ კაბინეტში უდევს და ერთადერთი კაცი არის ქუთაისის ჩინოვნიკებიდან რომელიც მშვიდობის ბუდის მონუმენტს ესტუმრა რატო არც თბილისს და არც ქუთაისში კაცო ეს ნიკუშა ჩიჩილოშიც მოვიდა თქვენ რედაქციებს გენაცვალეთ მადლობა თქვენ და რიონს დირექტორად დაინიშნა ეხლა და ქვია ტორბიო სტადიონის ნიკუშა ჩიჩილოშიც ძალიან დიდი როლი მიუძღვის იმ ბუდის მონუმენტის დადგმაში რაღაცაში და ძალიან კარგი იქნებოდა აი ხა რამოდენიმე ხაზბაკი ბატონო დავით ერიმეშვილმა მაჩუქა იგი უნივერსიტეტმა მაჩუქა იგი ბაზრობებზე ჩუქნია რაღაც ხელშეწყობა არის ადამიანები როდესაც უყურებენ რაღაც კეთდება გესმის ამაში ხო ბიზნესი არა ერთი კაპიკით თეთრი არ დამიხარჯია ხა სიმართლე გითხრათ სულ უანგავროდ ვიკეთებს ეს საერთო სამსახურები და აი ეს სამსახური ეს ზურაბ სალაბერიზის
რო გითხარით, რა ქვია, გუშინ 27 მაისს მისი ქალიშვილის მარი ჩალენბერგის 27 წლის იუბილე იყო, ოქროს იუბილე და მას მიულოცავთ ამ ტელევიზიიდანაც და ეს სუვენირი მიდან მე გადავწეს საჩუქრად. ამ დღეებში მგონი ამერიკაში წვილის. ბატონო ბესიკ, შევაჯეროთ დღეს ჩვენი შეხვედრა, ანუ აქტიობების მრავალფეროვნება გაქვთ? დიახ, ცოტა რეზუმეში მიხდება ხო საშუალოდ ხო აქ კიდე რაღაც. ძალიან რა თქმა უნდა. ხო, მითხრა დაასრულეთ. თქვენ შეაჯამეთ ჩვენი დღევანდელი შეხვედრა, რა მოხსეწინა? ხო, მე ახლა რა ვიცი, მაქსიმუმად ვცდილობდი რომ არაფერი არ გავჩვენო და ცოტა მე გეგმას ჩამოვწესო, დავდებ რაღაცას თქვა, მაგრამ რა ვიცი, მე მგონი ყველაზე კაი გეგმა ის ტვიჩში ჩადებული ის არის, რა ქვია, ჩემო საკში ცოტა მეხსენება ხანდახან ვღალატოს რაღაცებაში, ახალგაზრდას მეტი მეხსენება, მაგრამ თავზე თვით კრიტიკული ვარ ცოტა მე არ გითხრათ. ესე იგი მე წახან ვახსენე რომ ვინ იქნება ჩემპიონის სტატია იქნება ვინ იქნება 21 საუკუნის მსოფლიო რანგის ქართველი პოლიტიკოსი თქო და სამწუხაროდ ეს მესამე კაცი ვერ აღმოვაჩინა ჯერჯერობით. ძიების პროცესში ხო? ხო, მინდა რომ გაამართლოს ვიღაცამ ეს გაამართლოს თორე მაინც ვის მიაწერთ ვინ შეიძლება ვის მიაწერს? შესაძლებელი გიხდება ძალიან საუკეთესო დუეტი შედგა ახლა ჩვენ შორის. ძალიან ისეთ საკითხებს როდესაც შეიძლება მე უკვე მეთქვა თქვენ ბიზგი მომეცით და წინასწარ ესე იგი აღიქვით რაღაც მომენტები რომ თითქოს იცოდით რომ თემაზე რაღაც უნდა მეთქვა. ასე ვფიქრობ მე ეს გადაჭარბების გარეშე. ვინ იქნება და რა არის იცით ის რა ქვია ქართული ენის სიწმინდესთან დაკავშირებით აი პარიზში მშვიდობის კედელთან ხუჯევა ნამყოფი. 2004-2007 წლების მაშინ დიპლომატიერი ბატონ თორნიკე გოდაძე მისი მშობლები იბზარი გორდაძე და ისეთი ხაფატონციერა ძალიან მაგარი ადამიანები არიან, ხო და მათი ხელშეწყობით წავიდა და არ დამირღვევია და მაშინ პერიოდში 300 სიხი და აი შავბაზარზე ასე ვთქვათ, რა ქვია, ვიზა და ასე 25 ევროთ მიდიოდი. და მე იქ ჩავდიოდი, რაღაც თითქოს პატარა აქციას ჩავატარებდი, წერილები, ვაგზავნე ადგილობრივი კულტურის სამინისტროში რამდენიმე რომ ინგლისური მე არ ვიცოდი წესიერად და ასე ხელით, ფეხით, ფურცლებით, იმგენით გამზადებოდი და მაგრამ ცოტა შინავთ როგორ არის ნათქვა. ხო და მე ეხლა რაც შეეხება ამ თემაზე ვინ იქნება ამის თქვა ასე მშვიდობის ესე დედაენის მონუმენტი ქართული სიტყვას ეხება ქართული ენას ეხება იქ საფრანგეთის მიმართულებით რატომ 2014 დამწერლობაში თუ 49-ზე დააწერეს იქა ჩემ ქართული რატომ არ დააწერეს გესმის მე ახლა შეიძლება მე შემომეცა რაღაც გამეკეთებია მაგრამ თუ მე თუ რამეს გავაკეთებ ჩემს უკან ჩემი ქართულიერი დგას იდგა მაშინას და თუნ მათი იმედი მქონდა იქ ადგილობრივ დიასპორა საეკლესიო სამსახურმა ყველამ დიდი ხარდაჭერა გამიწიეს საფრანგეთში ვიყავი 2-3 დღით მე არ ჩავდიოდი იქ გასვლის ერთი უკაცრავდა ნასკი არ ვიყიდი უბრალოდ მე ვიცოდი რომ მე უნდა მეკეთებია ჩემი ისტორიული საქმე კარგი ახლა რა შეეხება იმას რა ქვია და მოკლედ ეხლა რა ხდება ვინ შეიძლება იყოს ამის იგი ესე იგი რაზეც ხდება ვიცით გული იცით მე 60 წელიწადში ვარ უკვე გადასული გესმის ხო და ესე იგი 2010 წელი გავიდა წერს უკვე 10 წელი გავიდა რაც ნახევთ პარიზში დავდივარ ქართული სიტყვასაც ვიბზი აგერ ზასტავაზე იმ მონუმენტის გაყიდვა უნდათ ბევრი ჟურნალისტებმა თქვენ იცით რომ ამაში მე დავიცავი მაგრამ არ გაყიდულიყო და აღოდგინეს დედაენის მონუმენტი ეს ქართული სიტყვისადმი პატრიოტების ნიშნად ხო და ახლა რა ხდება ჩვენი სამშობლოს გულში თბილისში თავისუფლების მოედანზე ჩვენი სამშობლოს გულში თბილისში თავისუფლების მოედანზე ქართული ანბანით არ არსებობს ქართული შინაარსის სიტყვა. წარმოგიდგენთ რა ვსაუბრობ? ესე იგი უტეხად მის კიდე ვაწვევი არ ჩერდები, იმიტომ რომ მამული ენა საწუნებას გავიძახით სიტყვებს სროულობთ ასე ვთქვათ და ამ ჩემი საუბარი ამ ჩემი სიტყვებს აღთქმა უჭირთ. მე ახლა თქვენი ტელეკომპანიიდან მინდა თქვა რომ აი ნახეთ შეხედე ეს არის 2018 წელი. ასაუდასავარი როგორ წარმოაჩინა ეს თემა თითქოს ბიზი ამბობს რომ ისე რა მე 5 წელიწადს ეს კაცის ყველაფერი ვიციოდა ისი არ წავალო საქმიდან რომ ეს საქმე არ გავაკეთო მეორე გაზეთი უკასრავად აი ნახეთ ახლა იყო 2024 წელის 19 აგვისტოს აი ხაბატოს სალობის გვერდით ავარ და ახლა წერია დავდგეს ერთად რომ სამშობლოს გულში წმინდა გიორგის ხანდაკების გარშემო მწვანე საფარის დაცვა და მწვანე მარმარილოზე სიტყვები მამული ენა სარწმუნება თავისუფლება სამუდამოდ წარმოჩიდეს ჩვენ კარგად ვიცით ახლა რომ გაზეთი ასალდასავალი არა მარტო ამ ხელისუფლებას, არამედ საქართველოს ისტორიის ადათი წესის ყველაფრის დამცველია და მე მადლობელი ვარ. მე ვარსკვლავი, მე ვაპატიეთ. შეიძლება ბევრს არ მოწოდეს ეს გაზეთი, ცოტა სხვანაირ რაღაცას უწოდებენ, მაგრამ მომიტევეთ. მაგრამ მე ჩემი გულში მისი ვარსკვლავი გახსნილია, იმიტომ რომ ამ ეროვნულ თემატიკაზე მივიღეს ხადაჭერა და მესამე. ეხლა ხა სულ ახლა ამით დავასრულებ საუბარს. აი ახლა ეგ არის, მე საკუთრივ სასამართლოში შესაძლოა 2000
13 წელს 11 აპრილს დიახ დავამარცხე საკონსულტაციო საბჭოში საქართველოს პარლამენტი ორი პარლამენტის დამარცხება მომიწია წარმოგიდგენთ 500 კაცმა ხო და ადვენტურ უნივერსიტეტი დამეხმარა მაშინ და იმას შემდეგ უკვე გავიდა 12 წელიწად და ეს ასადასო იმაშობა და მე მიწერია ჩემი ბრძოლა გრძელდება 2015 წლიდან დღესაც ბლოკავენ რომ სამშობლოს გუში სიტყვა ქართული არ წარმოჩნდეს ჯერა ქართველი ხალხი მაინც გაიმარჯვებს ესე იგი გაზეთ ასადასო რომელსაც ჩვენი დღევანდელი ხელისუფლების იდეოლოგიური იერარქია ხარს მიჭერს სიგნალს აძლევს ადგილობრივ ხელისუფლებას ძირითად ხელისუფლებას და ამ დროს შემსვენი კაცი ვერ დახედა მე მინდა აქედან ბატონ დავით ნარმანიას მე შეხვდე მითხრა რომ მე ამ თემაზე დამბლოკესო კახის არაერთხელ შევხვდი სულაც გადავიღე მასთან და ძალიან გული მწყდება რომ კახი მეორე მეერობას უკვე ტოვებს ვიცი მითხრა და ქვია ამ ბრძოლიდან გესმის იცის ყველაფერი იცის თვეში ერთხელ მინიმუმ წერის ვაგზავნე იხარ ხო და მე კიდევ მაქვს იმედი რომ აი ამ გასტოგზე მომცა ხალხაჭერა ბატონ გიორგი ვოსკიდან ბატონ გიორგი ვოსკის წინაპარი იყო ილია ჭავჭავაძის დროს აჭარაში სწავლა განათლების გამოცდების საზოგადოების ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი გიორგი ვოსკი ისიც გესმის ხო და მე მაინც მინდა რომ აქეთ ამ ტელევიზიიდან მაინც ითქვა რომ ბატონი გრიგოლ ვოსკი იმედია რომ დააჯეროს ბატონ ბიძინიშვილს რომ ამ საქმის გაკეთება აუცილებელია არა მარტო რაღაცა ხულების მოგების მიზნით არამედ მაპატიეთ და მინდა ითქვა რომ აქეთ მიმართო კიდევ საქართველოს პოლიტიკურ ელიტას პოზიცია ოპოზიციას განსაკუთრებით მინდა მიმართო ბატონ ბიძინა ივანიშვილს რომ ისვინე ხაღადი არაპარტიული ადამიანებს რა ცოტა ჩვენს გადმოიხედოს ისეთი თემები არის რომელიც საჭიროებს მის ყურადღებას არ უნდა იყოს მაგალითად ერთ კაცზე ვიღაცა შემყურე რომ ადამიანის ბატონი ბიძინა ვიხოცებოდეთ უნდა ყავდეს ისეთი ხალხი გარშემო რომ ისინი მეტად ზრუნავდნენ ჩვენზე გესმის ხო მაპატი და მე თუ არ გადამიხვევია თემიდან მაგრამ ის რის გამოც გული მწყდება და ვერ მიყვავს ფინალისკენ საქმე ეს არის იდეოლოგიური სექტორი რომელიც ჩვენი სამშობლოს გულში არის ჩაბნელებული არ არის ეს პატარა თემა და აი ნახეთ მე ღმად მწამს მე თუ არ მოვესწარი მაინც გაკეთდება და აი ამ ტელევიზიის არქივი მაინც დაიმახსოვრებს თბილისში თავისუფლების მოედანზე წმინდა გიორგის გარშემო ხანდაკების გარშემო ზურაბ წერეთელი გადაიცვალა და მაგის თანხმოდ ჩავმევიდა მე მოსკოვიდან ფოტოშორის მივიტანე მერიაში და უპასუხოდ დღემდე დატოვებული ისრაელზე გამოგზავნა ბატონ რობერტ ადარვა ქართული სათვისტომოს ღირსშესანიშნავი წარმომადგენელი წერილი თბილისის მერიას ისიც უპასუხოდ დატოვეს გესმის ხო და მე ღმად მწამს რომ წმინდა გიორგის ხანდაკების გარშემო ის მწვანე საფარის ადგილზე ჩაისმება მწვანე მარმარილო და ღამის დანათებით სოფლიოს საქართველოს საოცრება გახდება მე მწვანე მარმარილოზე ოქროსფერი უჟანგავი და უცვეთელი ასოებით დაეწერება მამული ენა საწონება და მოედის სახელწოდება თავისუფლება რომელსაც იბრძვის დღეს ჩვენი მომავალი თაობა ჩვენი ახალგაზრდები ჩვენი ყველა თაობის წარმომადგენლები და რომლებიც იბრძვიან რომ საქართველოში შედგეს რეალური თავისუფალი სამყარო და საქართველოს იყოს თავისუფალი გარე სამყაროსთან მიმართებაში. ამას ვიტყოდი მე კარგად მივიღრო, მე გულის ყვედას გამოვხატე და ხადაჭერას ყველა ხელისუფლების მიმართ არ ვარ მიკერძებული და არავის რეკლამის გამკეთებელი მე არა ვარ. და დაგემშვიდობოთ, დიდი მადლობა. სპეციალურად მოემზადე დღეს რომ რა მოსულიყავი, გავიქეთ თვაშევიჩე ქალაზე მარინა არის ჩემი ის რა ქვია ხო და ის ყველა მიზრუნა რომ მეგატივიზერა ხან მიდიხარ და ტელევიზიაში გამოდიხარ ვიზრუნოთ მაგის ისო და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. დაგემშვიდობებით დღეისათვის. კარგი, მადლობა, გენაცვალე, დიდი მადლობა ყურადღებისათვის. იმედია ჩვენი გამოსვლა და დღევანდელი ინტერვიუ იქნება დადებითად შეფასებული. თუ სადმე რაღაც მეწილად გამოხებულად გამომივიდა, მომიტევეთ, იმიტომ რომ ალბათ საჭირო იყო იმის გამოხება, რომ ეს საქმე, ეს შედეგი დაიდოს და საქართველოს ერთობით დემოკრატიული რესურსებზე შემდგარმა ვაშინგტონს ჩვენი ქვეყანა და რაღაც უნდა გავაკეთოთ, რომ შერიგდეს ეს საზოგადოება, ერი შერიგდეს, არ შეიძლება ასეთ დაძაბულობა და ქვეყანა ფეხზე უნდა დავაყენოს. ჩვენ არ შეიძლება რომ პრობლემები დავუტოვოთ ჩვენ მომავალ თაობებს. ეს უნდა ვიცოდეთ კარგად. გადაცემის პირველი ნაწილი ამით დასრულებულია. გიბრუნდებით რამდენიმე წუთში დროებით. აი, მადლობთ.